სტიქაროსნის დედა, უკვე 7 თვეა, შვილის ბურუსით მოცული სიკვდილის გამოძიებას უშედეგოდ მოითხოვს. 2024 წლის 28 აგვისტოს მდინარე წაჩხურის კალაპოტში ადგილობრივებმა თემო ხადურის ცხედარი იპოვეს. მანამდე კი ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახი 3 დღე-ღამის განმავლობაში უშედეგოდ მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდა. გაგვიმწარეს ოჯახი, გაგვინადგურეს. კვალს მივყავართ პოლიციებამდე. სხვას იმას იქეთ ვერაფერს. დევნა აქვს დაწყებული და ჩემი შვილი გამქრალია. მეტი სხვა ეჭვმიტანილიც კი არავინ არ ამყავს მე პირადად. სახელმწიფო ექსპერტიზამ თემო ხადურის სიკვდილის მიზეზი და თარიღი ვერ დაადგინა. თუმცა დასკვნაში დაწერა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, სისხლნაშხენთები მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის მიდამოებსა და ქუთუთოებში, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე ბლაგვის საგნის ზემოქმედებით იყო მიყენებული. ვერ შევძელი ნახვა მე ჩემი შვილის. დაზიანება აქ თვალგუგის არეში, მაგენის ხელწერაა ეს. დაზიანება თვალგუგის არეში და კეფის მიდამოში ჭრილობა გამჭოლი ეს იმასაც ვეჭობ კონდახის არ ვიცი 11 სანტიმეტრი მაგენის ხელით იქნება შესრულებული იქ უკვე მე სხვას ვერ ხედავ სტიქაროსნის გვამს ასევე ჰქონდა ჭრილობა კეფის არეში, რაც ოჯახს უჩეს ვარაუდს, რომ ახალგაზრდა კაცი ჯერ პოლიციელებმა სასტიკად ცემეს და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით მდინარეში გადააგდეს. პოლიციელების დევნა იყო იქ და სხვავი. ისე გაუშვებდნენ ჩემს შვილს მაგენი. გაგვექცა და გაიქცაო. გაგვექცაო. და მე გაიქცაო. არ გაიქცა, შეიძლება ჩაუსაფრთხნენ. მიიყვანეს იქ ჩემი შვილი ნაცემი გაუბედურებული და გარდაცვლილი უკვე იქ მიიყვანეს. 2024 წლის 25 აგვისტოს სტიქაროსანი თემო თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით დილის 9 საათზე გაემგზავრა. მცხეთისა და ქარელის ტაძრების მოლოცვის შემდეგ დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე თერჯოლაში სოფელ სიმონეთთან სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა და გზა ფეხით გააგრძელა. დარეკა სახლში და ოჯახს უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. ამის შემდეგ თემოს კვალი იკარგება. თუმცა საქმეში დევს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დროის სამონაკვეთში თემო ხადურმა ყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილის ლაშა ლაბუჩიძის მანქანა დააზიანა. ამ დროს ადგილზე თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე კახაბე ნებიერიძე მივიდა. ამ წუთიდან სტიქაროსნის კვალი იკარგება. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ თემო ხადურის დევნის ოპერაცია დაიწყო და მოხდა ჰაერში გასროლაც. სინამდვილეში რა მოხდა? აღადგინა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის მუშაობამ. პოლიციელები აწარმოებდნენ დევნის ოპერაციას, იყო ჰაერში გასროლა და დადევნება. ამას აპატიებდნენ, ეხლა ჩემ შვილს რამე ისეც, რომ გაექცა და ვერ დაიჭირეს. ნახეთ, გაგვექცაო და აღარ გავეკიდეთო და ჩემი შვილი მაგათ თუ გაექცეოდათ, სახლამდეც ისე ჩამოვიდო და ვერც ნახავდნენ მაგენ. დევნის ოპერაციაზე სამართალდამცველებს საკუთარ ჩვენებებში არაფერი აქვთ ნათქვამი. საქმის მასალებში წერია, რომ 23 წლის სტიქაროსანი ადგილიდან მიიმალა. შაბათის ეთერმა მოიპოვა ვიდეო მტკიცებულებები. სოფელ სიმონეთში ერთ-ერთ ფერმაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს დევნის ოპერაცია დაუსახლებელ ადგილას. გამარჯობა, არის ფერმაში ვინმე? 2024 წლის 25 აგვისტოს 22 საათსა და 28 წუთზე თერჯოლის რაიონული სამმართველოს კუთვნილი პიკაპი ფერმასთან ჩნდება. ამ ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით მდინარის პირას სტიქაროსანი გარდაცვლილი ნახეს. ქედს გაეკიდენ, ქედს ცემეს და ქედს შემოაგვდა თან მომიკლეს. ესა დამთავრებული ამას ახლა მაგენის გარდა სხვაგან კვალს არ მივყავართ. ერავინ, მაშინ
თვითონაც უნდა იყვნენ დაინტერესებული დევნა მაქედან დაიწყო ჩვენ და გამოძიებას თავი დაანებენ და ისა თვითონაც ჩვენს გვერდში უნდა იყვნენ რომ გამოიძიონ და უნდა გამოიძიონ რას თვითონ გააკეთეს იმას ხო არ გამოიძიებენ კადრში ჩანს, რომ პოლიციელები სტიქაროსანს ფერმის გარშემო ფანდრებით ეძებენ. მანქანა დაუსახლებელი ტერიტორიიდან 7 წუთში 22 საათსა და 34 წუთზე მიდის. დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ამ დროს სასტიკად სცემეს და შემოაკვდათ. იქ 3 დღის მანძილზე ფანრებით დადიოდა პოლიცია და პიკაპი, ანუ რატო დადიოდნენ? ადგილობრივები. დიახ, რატო დადიოდნენ? ჩემი შვილს, გარდაცვლის შვილს ხო არ პირიქით ხო არ ყარაულობდნენ, ან ვინმე ხო არ მივიდოდა, ან ხო არ მიყვანარი იქ უკვე გარდაცვლის ჩემი შვილს. არ გამოვრიცხავ იმ ფაქტს, რომ დაკავებული ყოლოდათ რა, რადგან კამერები ამოღებულია. აი მიზესაც ვერ ვასახელებ. არ გამოვრიცხავ იმ ფაქტსაც, რომ კამერები მიტო აქვთ ამოღებული და გამქრალი, რომ იქ ისეთ დანაშაულს აქვს საქმე, რომ რაც მიუთითებს მაგათ ბრალეულობას. პოლიცია არ აღიარებდა, რომ 23 წლის სტიქაროსანს მინდორ ეძებდა. წესით დევნის სპეცოპერაცია ნახშირღელის პოლიციის შენობაზე დამონტაჟებულ კამერებსაც უნდა დაეფიქსირებინათ. თუმცა ეს ჩანაწერები გამქრალია. სავარაუდოდ გომელაურის თანამშრომლებს არ ეგონათ, რომ სათვალთვალო კამერები სოფლის ფერმასაც ჰქონდა და თან ჩანაწერებს დიდი ხანი ინახავდა. ხადურის წინააღმდეგ ადევნების სპეცოპერაცია ვინ დაიწყო, ვისი ბრძანებით დაიწყეთ? ვიდეო კამერის ჩანაწერები სად არის? სადაც დაფიქსირებული არის ადევნების სპეცოპერაცია. რატო ქონდა იმ დღეს გათიშული? ან რატომ გაანადგურეთ ეს ჩანაწერები? რატომ გაანადგურეთ ეს ჩანაწერები? სტიქაროსნის დედამ შვილის გაუჩინარების საქმეზე ქუთაისის პოლიციის მეშვიდე განყოფილებას 27 აგვისტოს მიმართა. თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ ამ დროს თერჯოლის პოლიციამ დამალა ფაქტი, რომ 2 დღით ადრე სტიქაროსანი მათი დევნის ობიექტი იყო. ლაბუჩიძეს მანქანა დაზიანდა. შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდა ნებიერიძე, მესამე ლიკლიკაძე თუ არ ვცდები კიდე. და 2 თანამშრომელი სიმონეთის მაგათმა დაიწყენ მაგათგანა დევნა განხორციელებული და უკვე მე ყავს ნახულობ ჩემს შვილს 3 დღის მერე გარდაცვლის. აი აქ იყო თავით ფეხები იქეთ და აქ იყო ჩაკვეხებული აი აქ თავი ქონდა ეს წყლის ნაკადი მდინარის კალაპოტში ახლა უხვინალექითაა გამოწვეული. ზაფხულში კი როდესაც ადგილობრივებმა თემოხადურის ცხედარი იპოვეს, მდინარე პრაქტიკულად დამშრალი იყო. სტიქაროსნის დეიდა ამბობს, რომ მისი დიშვილი პოლიციელების მოკლულია. მოიყვანეს არ არის აქ ეს რა წყალია არა არ არსებობს. დამქჩვალი ვერა რომ მოკლულია და მოყვანილი შემდეგ. ვინ მოკლა? დევნა ვისიც იყო, ვისიც ხორციელდება პოლიცია. 3 დღის გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ცხედარი ადგილობრივ ბიძინა ბრეკვაძეს მდინარის კალაპოტში რომ არ ეპოვა, მისი ამოცნობა სულ მალე შეუძლებელი გახდებოდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით გვამს უკვე მკვეთრად ჰქონდა გამოხატული პობითი ცვლილებები. როგორ ბრძანდებით ჩაფიქს ეთერიდან გაწყვეტილება გამარჯობა. მადლობა პირველ რიგში თქვენ არ მოაჩინეთ ხო ცხედარი? ცხედარი კი. ნაცემი. ბავშვმა და ვიღავ. დამიძახαμε 100 არისო. ცხა არის წყალში. მე ამჯერავს ახლა ხო ჩავედი ისე ვერ დავინახე ვერაფერი გავხედი ასე და ისე ვიყავით ახლა ჩვენც რომ შიშები ძივზამე ვეციში და ახლა იქიდან. წამოვედი და გავაგებია პოლიციას მე. თქვენ დარეგეთ 112-ში ხო? რომელი საათი იყო დაახლოებით? 2 ხო ასე რა 3 საათი ასე. 28 მარიამობა ხო? მარიამობა. ისეთი დაბალი წყალი იყო თქვენ რაც ახსენეთ ვერ დაიხჩობოდ. ასე ამ ხელაწალში. ცხედრის აღმოჩენის შემდეგ შემთხვევის ადგილზე ზუსტად ის პოლიციელი მიდის, ვინც თემოხადურის დევნის ოპერაცია დაგეგმა. თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე კახა ნებიერიძე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხადურის სამძებრო ღონისძიებების დროს დუმდა. გვამის დათვალიერებას კანონდარღვევით იწყებს. ხადურის ოჯახის ადვოკატის თქმით, ნებიერიძე შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებებს ანადგურებს, რაც ფოტომასალით დასტურდება. ადგილობრივმა გვამი მდინარის კალაპოტში ნახა. ექსპერტ კრიმინალისტებს კი ადგილზე მისვლის შემდეგ მიცვალებული უკვე მდინარის ნაპირზე დახვდათ გადასვენებული.
შემთხვევის ადგილის მთლიანობას არ ხვევს, არ ელოდება არც ექსპერტ კრიმინალისტების გამოძახებას, არც შემთხვევის ადგილის შემმორა გვახდება და ეს ლენტებით რა როგორც ეს იცის მეორე კლასის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა როგორ უნდა მოიქცეს შემთხვევის ადგილზე. გადაყავს ეს და ღმერთმა იცის იქ რა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ვინ ადგურდება, იმიტომ რომ ფაქტიურად ირღვევა შემთხვევის ადგილის მთლიანობა და ჩხრეკს მას ოჯახი ამტკიცებს, რომ 23 წლის ტიქაროსანი პოლიციამ ცემით მოკლა და ცხედარი მდინარის პირას გადააგდო. ამ ძიმე ბრალდებებზე საპასუხოდ ჩვენ თერჯოლის პოლიციის უფროსთან მივდივართ, რომელიც დევნის ოპერაციის მონაწილე უნდა ყოფილიყო. გამარჯობა. გამარჯობა. ნებიერიძე სად არის კახა? მუშაობს. სად არის ნებიერი? სად გადაიყვანეს თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე არისო? მისი მისი ორგანიზებით არ ჩატარდა სპეცოპერაცია ახალგაზრდა მამაკაცის წინააღმდეგ დევნის. ეს თერჯოლის პოლიციის უფროსი გიორგი ლანჩავა. კახა ნებიერიძის ხელმძღვანელი 2024 წლის აგვისტოში. ნებიერიძე ლანჩავასთან შეთანხმების გარეშე ვერც საგამოძიებო მოქმედებებში მიიღებდა მონაწილეობას და ვერც გადაწყვეტილებას მიიღებდა. ლანჩავას ახლა არ სურს პოლიციელებსა და ახალგაზრდა მამაკაცს შორის მომხდარი დაპირისპირების გახსენება. 25 აგვისტოს თქვენ იყავით სამმართველოს უფროსი, ხო, ბატონო გიორგი, როგორც ახლა ხართ, მაშინაც იყავით სამმართველოს უფროსი. როდი შემოდის შეტყობინება სიმონეთში? არ ვარ ვალდებული, როგორ არ ხართ ვალდებული? საზოგადოების მაღალი ინტერესი ახალგაზრდა მამაკაცი არის გარდაცვლილი. უამრავი დაზიანებით და მითხარით, რომ საათზე გადიხართ შემთხვევის ადგილზე რა სამგამოძიებო მოქმედებებს ატარებთ. თუ გასასწელში არის ახალგაზრდა მამაკაცი და თუ დაზიანებები აქვს მაგს მიყენებული, რატო არ იმოქმედეთ ადეკვატურად? დროულად. არა, გეკითხებით, იმას თქვენ არ პასუხობთ. ჩვენთან შეტყობინებები რა ჩემო მე საათარ ვარ ვალდებული ხა თქვენ საქმეა ყველა საათები ახალგაზრდა მამაკაცებს პოლიციის მაღაზიაში. თერჯოლის პოლიციის უფროსი ახლა შეკითხვებს არ პასუხობს. არადა სამმართველოს უფროსმა, რომლის თანამშრომლებმაც ახალგაზრდა მამაკაცზე დევნა აწარმოეს და მტკიცებულებების განადგურებას ხელი შეუწყეს. ყველაფერი უნდა იცოდეს. ვინ დაიწყო კონფლიქტი? ვინ იყო კონფლიქტის ინიციატორი? რა კონფლიქტზე საუბრობ? კონფლიქტი არ არსებობს. ხადურსა და პოლიციელებს შორის. არც მომხდარა კონფლიქტი. არ მომხდარა? 3 დღე განმავლობაში როგორ იყო ეს პიროვნება გავუჩინარებული? ეძებდით სამძებრობის სამუშაოებს ატარებდით? ყველაფერი დეტალურად. არა, გეკითხებით. წერილი იქნება გასაგამოთვლილ არის, იქ აქ მუშაობდით თქვენ კაც 2024 წლის 25 აგვისტოდან 28 აგვისტომდე და რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარებთ? სხვადასხვა ინტერპრეტაციის კითხვებს. არა, სხვადასხვა კითხვებს გისვამთ ხა, ბატონო გიორგი, უკაცრავად რა. რა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა თერჯოლის რაიონული სამმართველო 2024 წლის 25 აგვისტოდან 28 აგვისტომდე? რა საგამოძიებო? ვიდრე მწყემს მარიპოვა ის ადამიანი თქვენ ვერ დაადგინეთ სად იყო? ფერმის სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერები ნანახი გაქვთ დევნის ოპერაციას რაზეც არის გადაღებული? სტიქაროსნის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იწიებს. ხადურის გარდაცვალების საქმეზე ბევრი კითხვა და გაუცემელი პასუხებია. ამ დრომდე ყველა პოლიციელი, რომელიც საქმეში ფიგურირებს, ან დაწინაურდა, ან თერჯოლის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელია. გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია თემო ხადურის პოლიციელებთან დაწყებული უთანხმოების მოტივიც. რა მოხდა სიმონეთის გადასახვევთან ისეთი, რამაც სტიქაროსანი წყობიდან გამოიყვანა და პოლიციელის მანქანას ქვა ესროლა.